ის რომ ქართულ ოცნებაში ეძებენ გადარჩენის გზებს, ამის შესახებ საუბრობენ დიპლომატები, ის ადამიანები, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება მათ შორის ევროკავშირში მუშაობის და მათ კარგად იციან, როგორ მუშაობს ევროპული სანქციები და როგორ შეიძლება მაგალითად ადამიანებმა იცხოვრონ ამ სანქციების ფარგლებში, მიუხედავად იმისა, ისინი წარმოადგენენ დღეს ხელისუფლებას თუ შეიძლება საერთოდაც აღარ იყვნენ ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ დიპლომატები აცხადებენ, რომ ლოგიკურია ის, რომ ქართულ ოცნებაში ახლა ცდილობენ გამოარკვიონ რა ბედი ეწევა თუნდაც მათ აქტივებს, მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ევროკავშირის ქვეყნებში იმ შემთხვევაში თუ მათ ოფიციალურად დაუწესდებათ სანქციები. არ უკვირთ ყოფილ დიპლომატებს ეს ფაქტი, რომ ზარები შედის თბილისიდან ბრიუსელში. ყოველი შემთხვევისთვის ეს არის განცხადება, რომელიც ევროპარლამენტარმა, ესპანელმა ევროპარლამენტარმა 3 დღის წინ გააკეთა ევრონესტის საპარლამენტო სხდომაზე. მან ღიად განაცხადა, რომ ქართული ოცნება ამ მხრივ არის სამაგალითო, რომელთაც უწესებენ სანქციებს, თუმცა ცდილობენ, რომ ამ სანქციების შესახებ თავად უფრო მეტი ინფორმაცია გაიგონ, დარეკონ და გაარკვიონ, რა შეიძლება დაკარგონ, ან როგორ შეიძლება იცხოვრონ იმ ადამიანებმა, რომლებიც წარმოადგენენ მათ ოჯახის წევრებს და ცხოვრობენ ევროპულ სახელმწიფოებში. ყოფილი დიპლომატები და პოლიტიკის ექსპერტები საუბრობენ იმ მიზეზების შესახებაც, რის გამოც ახლა ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართული ოცნება. მგონი ძალიან ლოგიკურია, რომ იმ ხალხს, ვისაც აქვს რისკი, რომ სანქციების ქვეშ მოხვდეს, ცდილობს თავიდან ეს აირიდოს. ეს არავისთვის სასურველი არ არის, მით უმეტეს არ არის სასურველი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის და ალბათ ყველა გზას მიმართავენ იმისთვის, რომ ეს ასე მოხდეს. ჩემთვის უფრო გასაკვირი იქნებოდა, რომ არ ცდილობდნენ ის, რომ ცდილობენ. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. იმ სეციაში მოხვედრილი, როგორც არის მაგნიცკის სია, რომლიდანაც რეალურად მთელი ცხოვრება თავს ვეღარ დააღწევ. ეს ძალიან ისეთი სერიოზული ტვირთია. სანქციების დაწესების პირველი დღიდან აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ ოცნების ბაქიბუქი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ჯილდო, რომ არანაირი გავლენა არ აქვს და ასე შემდეგ იყო ჩვეულებრივი ტყუილი და ასევე აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ეცდებოდნენ ყველა გზის გამოყენებას, მათ შორის პირადი კონტაქტების გამოყენებას, არა სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, არამედ მხოლოდ საკუთარი ინტერესების გასატარებლად, რომ ამ სანქციებიდან ამოსულიყვნენ, რომ საკუთარი ქონება, რომელიც მათ დააგროვეს დასავლეთის ქვეყნებში ქართველი ხალხის ხარჯზე, რამენაირად დაეცვათ, არც ერთი პროპაგანდისტის მოხვედრა სასანქციო სიაში და მათი ზარები მიშველეთ არანაირად არ არის გასაკვირი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რუსი პროპაგანდისტების სოლოვიოვი, მაგალითად, რომელიც იტალიაში ფლობდა სახლებს, ზუსტად იგივე გზას, რუსულ გზას დაადგა ქართული ოცნება. გასულ კვირას ჩვენ ამ საკითხის შესახებ მათ შორის მოვისმინეთ ქართული ოცნების წევრების კომენტარებიც, მათი შეფასებები. ნაწილი კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ მათი გუნდიდან ვინმე რეკავს ბრიუსელში და რაიმე ამბის გარკვევას ცდილობს, თუმცა მეორე ნაწილის კომენტარებიდან რჩება განცდა, რომ მათ არც გაუკვირდებათ ეს უკანასკნელი, რადგან ამბობენ, რომ ეს სანქციები მათი შეფასებით წესდება უსაფუძვლოდ, არასამართლიანად და ამიტომ აქვთ უფლება, რომ გაარკვიონ უფრო მეტი. ფაქტი კი არის შემდეგი, რომ ესპანელმა ევროპარლამენტარმა თქვა, რომ ასეთი კომუნიკაცია ნამდვილად შედგა, ეს ინფორმაცია აქვს მიღებული ევროკომისიის მაღალჩინოსნებისგან და ისიც ფაქტია, რომ მან ბევრი ისაუბრა იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ქართულ ოცნებას შეიძლება სამომავლოდაც დაუწესდეს სანქციები. ეს გუგა არჩაძე იყო, მადლობა გუგა.